გამარჯობა, მე ვარ ელენე და დღევანდელ ეპიზოდში მინდა გიამბობთ ჩემს გამოცდილებაზე ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ჰოლისტიკურ წმენდასთან დაკავშირებით. თუმცა სანამ ამ საკითხზე გადავალთ, მინდა რომ ზოგადად შევეხო ამ არხის მისიას და შინაარსს და ჩემი გამოცდილებიდან ეხლაც და ადრეც ძირითადად ადამიანები ცხოვრობენ ორშაბათიდან პარასკევის მოლოდინში და არავის არ უყვარს ორშაბათი. მინიმუმ არავის არ უხარია ორშაბათის მოსვლა, ადრე მეც ესე ვიყავი, თუმცა ეხლა აღარ ვარ, ყველა დღე ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანი, სასიამოვნო და აღსაფრთხოვანებელია და რომ ვიღვიძებ, მიხარია და არ მიზარება დღის დაწყება და ზუსტად ამიტომ ქვია ამ არხს Reverse Monday. ეხლა კი დავუბრუნდები ჩემს გამოცდილებას ჰოლისტიკურ წმენდასთან დაკავშირებით. ამოვიწერე ის საკითხები, რომელიც აუცილებლად მინდა რომ გითხრათ და არ მინდა რომ გამომჩეს, არ შეგაშინოთ ამ რვეულმა. ჰოლისტიკური წმენდა ჩავიტარე ნინა ჯაფარიძესთან ერთად, რომლის ინსტაგრამსაც აუცილებლად მივუთითებ ამ ვიდეოს აღწერილობაში და პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩავიტარე მასთან, რადგან მის ცხოვრებას რომ დააკვირდები, რამდენადაც ეს სოციალურმა მედიამ შეიძლება მოქცეს ამის საშუალება, მივხვდები, რომ ეს ადამიანი, რასაც ასწავლის, თვითონ ამ სწავლების მიხედვით ცხოვრობს და შესაბამისად ეს იწვევს სანდოობას. ზოგადად მე ძალიან დიდი ინტერესი მაქვს თვითონ ბუნებრივი და ჩვენი გზებით ვიპოვნოთ ის გასაღებები და საშუალებები, რაც დაეხმარება ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და შენარჩუნებას და აქედან გამომდინარე არ გამჭირვებია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის სამედიცინო რჩევა, ყველამ უნდა გააკეთოს თავის პირადი კვლევა, მიიღოს გადაწყვეტილება, გაესაუბროს ნინას, ალბათ ინტერნეტშიც გააკეთოს რისერჩი და ასე შემდეგ. ეს არის უბრალოდ ჩემი შთაბეჭდილების, ემოციების და შედეგების ამბავი გაზიარება. თან ბევრმა ადამიანმა მომწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინც იცოდა რომ წმენდას გავდიოდი და გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად ერთიანი ვიდეო დამეთმო ამ საკითხისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გამოვყავი, როგორიც არის მაგალითად ვისთვის შეიძლება ეს წმენდა იყოს კარგი, როგორია პროცედურა დაახლოებით და რისგან შედგება ეს ადგიანი წმენდა და ჩემზე რა შედეგი და გავლენა იქონია. ჩვენი ცხოვრების სტილის, გარემოს, სტრესების, ბავშვობის თუ შემდეგი დროის ტრავმების, ურთიერთობების და ამ ყველაფრის ფონზე არ გაგიკვირდებათ, რომ ორგანიზმში ყალიბდება სხვადასხვა წარმონაქმნები. ამ შემთხვევაში ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დროს ამ ყველაფერს ეძახიან ქვებს, თუმცა ეს არ არის ქვები, არის რაღაც შეიძლება ქოლესტერინის, ცხიმის, სხვადასხვა ტოქსინის ნაერთი, რომელიც იქ გროვდება და ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის საზიანო. თუმცა თავდაპირველ ეტაპზე ეს შეიძლება მაგალითად არ იყოს პირდაპირ გამოხატული. შეიძლება ვერც თქვენ ვერ მიხვდეთ და ვერც ექიმი ვერ მიხვდეს, ესა თუ ის სიმპტომი რატომ გაქვთ. ზოგადი სიმპტომები მე თითქმის ყველა მქონდა, გარდა აკნესით. შეიძლება მთელი ცხოვრება გავიდეს ისე, რომ მაინც და მაინც ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას არ დაუკავშიროთ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის დილით გაღვიძება და ბურუსი, რაღაცნაირ პასიურ აგრესიული ხასიათი რამდენიმე საათი, აი არავის კონტაქტი რო არ გინდა, ყველაფერი რო ძალიან ნელა ხდება. პატარა ტექნიკური გაუმართავება გქონდა, რატომღაც აღმოჩნდა, რომ პარკში მიკროფონი გაითიშა 5 წუთის მერე და მე ვილაპარაკე 1-20 წუთი და სახლში რომ მოვედი დასამონტაჟებლად, ხმა აღარ გქონდა ვიდეოს და ამიტომ ვაგრძელებ ჩაწერას სახლიდან. როგორც გითხარით, ჩემი სიმპტომი იყო ბურუსი დილით, ასევე PMS-ი, რომლის დროსაც საერთოდ ვიცვლებოდი და რაღაც ჩემი ალტერ ეგო მირთვებოდა, რომელსაც ლუსი შევარქვი და რომელსაც უნდა და ეჭამა ყველა ბურგერი, პური, ცომი, პიცა, რაც კი არსებობს და მთელი ეს 20 დღე, რაც მე ჯანსაღად ვიკვებები ზოგადად და ასე შემდეგ, ეს 10 დღე ეთმობოდა ლუსის კრეივინგებს. ანუ PMS-ი თვითონ არ მაწუხებდა იმ თვალსაზრისით, რომ რამე მტკივა, არამედ მქონდა ეს
საშინელი უხასიათობა, არაფრის სურვილი, უენერგიობა, სახლიდან გასვლა არ მინდოდა, ანუ ეს სოციალური საერთოდ არ ვიყავი და მინდოდა სახლში ყოფნა, საჭმლის გამოძახება და ჭამა. რომ არ მოგატყუოთ ამას 2 თვის წინ უკვე ვუშველე, თუმცა ვუშველე მედიტაციების გზით, მაგრამ ბოლომდე მყარად არ ვიყავი და ამ წმენდის შემდეგ ძალიან მყარად ვგრძნობ თავს და მოგიყვებით რატომ და როგორ. ასევე მაწუხებდა შეშუპება, იმიტომ რომ წონა მქონდა მომატებული და მაქვს მომატებული, თუმცა ასევე იყო ჩემს ორგანიზმში ძალიან ბევრი წყალი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ აი თითები მქონდა შეშუპებული, აქ მქონდა თვალების ირგვლივ შეშუპება, ასევე საღამო შეიძლება კოჭების შემშუპებოდა, განსაკუთრებით თუ გავიდოდი გარეთ და სიცხე იქნებოდა, პანამაში უცხელა ზაფხულია მთელი წელი. ასევე მქონდა ზოგადად ხასიათის ხშირი ცვლილება მთელი თვის მანძილზე, რაც არ იყო დაკავშირებული რამე გარემო ფაქტორთან. შეიძლება და უბრალოდ ყოფილიყავი ნეიტრალურ ხასიათზე და ძალიან კარგ ხასიათზე და ისე რომ არაფერი არ მომხდარიყო, რაღაც აი დათრგუნული ყოფილიყავი და ისევ პასიურ აგრესიული რაღაც ეს სიტყვა მომწონს, იმიტომ რომ ზოგადად არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაციები და ვერ ვიტყვი რომ აქტიურად აგრესიული ვარ ხოლმე. მე აკნე არ მაქვს, მაგრამ როგორც ნინასგან ვიცი, იმათვის ვისაც აკნე აქვს, ძალიან კარგია ეს წმენდა და ზოგადად ბევრი ისეთი სიმპტომი არის, რომელიც შეიძლება არ არის გამოხატული და შიგნით ორგანიზმში მიმდინარეობდეს ეს ანთებითი პროცესები, რაც უკვე იწვევს ჩვენ გარეგან ცვლილებას ან ხასიათის ცვლილებას. ყველასთვის არის ეს, ვისაც უნდა სტრესისგან განთავისუფლება, ორგანიზმის გაწმენდა, საკუთარ თავთან დაბრუნება, რაღაც ცენტრში დადგომა და ჩემ შემთხვევაში ვიტყოდი გემოების დაბრუნებაც. იმიტომ რომ მე ვარ მიდრეკილი ძალიან соусების ჭამისკენ, აი ძალიან მიყვარს соусები. კეჩუპს და მაიონეზს არ გულისხმობ, სხვა соусებს გულისხმობ, ტყემალიც მიყვარს, აჯიკაც მიყვარს და ზოგადად ყველანაირი соуსი მიყვარს და ამ соусების ხარჯზე ძალიან ხშირად ძალიან ბევრს ჭამდი ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა ეს გემოები და ამ კურსში ეს соусები არ არის და შესაბამისად, აი ლიმონს ლიმონის გემო აქვს, ბანანს ბანანის გემო აქვს და ხვდები რომ უი ავოკადო რა გემრიელია, 3 წელია პანამაში ცხოვრობ, სადაც ავოკადო იყიდება, არ ვიცი როგორც ზესუმზი რა, ყველგან არის. გზაზეც ყიდიან, სუპერმარკეტში ყველგან არის და თან რაღაც 50 ცენტი იღებს უკარგესი ხარისხის ავოკადო და ვერ შევიყვარე. აი არ მომწონდა არანაირად და აი შემიძლია ვთქვა, რომ მეორე მესამე დღეს ამ წმენდისას მივხვდი, რომ რატო შეიძლება მოგწონდეს ავოკადო. ეხლა მოგიყვებით ზოგადად რა არის ეს კურსი, რომ წარმოდგენა გქონდეთ, რამდენად რთულია, რამდენად თქვენ ცხოვრების სტილში ჯდება ან არ ჯდება, ეს არის 10 დღიანი კურსი. აქ გაქვთ კვება, რომელიც არის დაფუძნებული ვეგანურ პრინციპებზე, ანუ მარხვაზე ხართ, არაფერს ცხოველურს არ იღებთ, არაფერს შემწვარს არ იღებთ, არ იღებთ ცომეულს, ანუ აკრძალულია გლუტეინი, ბოსტნეულსი ცილოვანი ბოსტნეულიც არის შეზღუდული და ესე ვთქვათ ბურღულეულიც და მარცვლეულიც, რომელსაც ცილა აქვს, არ შეიძლება შემწვარი და არ შეიძლება კოფეინი. მე მაგალითად შემწვარი და ცომეული მანამდე ამოღებული მქონდა დაახლოებით 20 დღე და კარგად გადავედი. ყავას ისედაც არ ვსვამ, და ალკოჰოლი არ შეიძლება, რომელსაც ისედაც არ ვსვამ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს რომ პირველი დღე დადგა წმენდის კურსის დაწყების, მე ჩემთან არ ყოფილა აი რადიკალური ცვლილება, რომ ვაიმე ისის არ შეიძლება, ისის არ შეიძლება და ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, რომ სადღაც ერთი კვირით ადრე რაღაცეები ამოიღოთ უკვე, რომ აი იმ პირველ დღეს არ გქონდეთ ის შეგრძნება, რომ ვაიმე ის მინდა, ესეც მინდა, რაღაც ცთუნებები რო ქონდეს, იმიტომ რომ როგორც წესი პირველი 2 დღე ყველაზე რთულია ხოლმე, მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა ძალიან კარგად გაიარა 10-ვე დღე ყველამ და რა ხდება ახლა პირველი 6 დღე იკვებები ისე რომ ორგანიზმი მოამზადო წმენდისთვის, სვამ წვენებს, ასევე
სპეციალურ საკვებს და შენი ორგანიზმი ემზადება ბუნებრივად წმენდისთვის და პლუს ეს ქვები, რაც არის ტოქსინების ერთობლიობა, არის დარბილებული, რომ ორგანიზმიდან გამოსვლა არ იყოს დისკომფორტი. მე 7 დღეს სვამთ სპეციალურ სითხეს ინტერვალებით და მე 7 დღეს სასურველია რომ იყოთ სახლში, მაგ დღეს გამოდის ორგანიზმიდან ეს ქვები, ზოგი შემთხვევაში შეიძლება გამოვიდეს დიდი, პატარა, ჩემ შემთხვევაში ეს იყო რაღაც ქვიშასავით, თითქმის უხილავი, თხიმოვანი გროვები, სხვების შემთხვევაში აი ფოტოს დავურთავ, იყო ძალიან დიდი ქვები და საერთოდ გაგიკვირდება, რომ როგორ შეიძლება ფუნქციონირებდეს საერთოდ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, მაშინ როცა ამდენი რაღაცა არის მასში მოთავსებული. 7 დღეს არის წმენდა და დანარჩენი 3 დღე ისე ვიკვებები პირველი 6 დღესავით, იმისთვის რომ აი რაღაცნაირად ამ წმენდის დახურვა მოხდეს და შენი ორგანიზმი არ დასტრესო ამ ცხოველური საკვებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაღაც ხდება მე 7 დღეს, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური და საჭიროა რაღაცნაირად დაბალანსებულად დაუბრუნდეთ ისევ თქვენი ცხოვრების სტილს. თუმცა ჩემ შემთხვევაში უკვე მე 12 დღე დასრულდა და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ან შემწვარი ვჭამო, ან ხორცი ვჭამო. ნუ ესეც ინდივიდუალურია, უბრალოდ მე არ მინდა არაფერი არ დამიმატებია ჩემს რაციონში, გარდა მუხუდოსი ეს 2 დღე. არა და წმენდამდე სანამ მივიდოდი, ფიქრობდი, რომ ეხლა ეს 10 დღე გავძლებ და მე აი ის პიცა რო იყო იქ იმ დღეს რო ავჭამ, იმას შევჭამ, არა მოდი იმ ბურგერს შევჭამ, ან ორივე შევჭამ, აი 10 დღე ესე მკაცრად და ჰოლისტიკურად ვიკვებები და აი გავიდა და საერთოდ არ მინდა, იმიტომ რომ პირში გემოდამიბრუნდა, მომწონს რომ სახლში ვაკეთებ საჭმელს და ვხედავ რა ინგრედიენტებს ვყრი, როგორ ვასუნელებ და პროცესი მომწონს იმის, რომ აი ეს ყველაფერი ნელაკეთდება ჯანსაღად და რაღაც საჭმლის მიმართაც პატივისცემას გამოვხატავ და ის შესაბამისად მე ყველაფერს კარგს მიბრუნებს და მოკლედ ეს არის კურსი. არაფერი არ არის მტკივნეული, რეკომენდირებული არის, რომ ფიზიკურად აქტიურები იყოთ ისე, როგორც მანამდე იყავით. თუ საერთოდ აქტიური არ იყავით, მაშინ კარგი იქნება თუ დღეში 9 საათი ისე ირნებთ და ჩემ შემთხვევაში მე ამ 10 დღეში 2-ჯერ ვიყავი სერფინგზე, 3-ჯერ ვიყავი იოგაზე, ოღონდ gentle იოგაზე, რომელიც არის ძილის წინ რეკომენდირებული უბრალოდ მსუბუქი გაწელვები და ასანები და კიდევ დღეში დავდიოდი სადღაც 40 წუთი 1 საათი. ოღონდ ესე მკაცრად არ მქონია, რომ გინდა თუ არა ადექი და ეს გააკეთე. რაც მომინდებოდა იმ დღეს იმას ვაკეთებდი, თან ვგრძნობდი, რომ ბევრად მეტი ენერგია მაქვს, ვიდრე ამ კურსის დაწყებამდე შესაბამისად ბუნებრივად მინდოდა, რომ ფიზიკურად აქტიურიც ყოფილიყავი. და ეხლა ზოგადად გადავალ ჩემ შთაბეჭდილებებზე და ემოციებზე, იმიტომ რომ კვებასთან დაკავშირებით და თვითონ კურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებით თუ კითხვები გაქვთ, ალბათ ჯობს რომ ნინას გაესაუბროთ, რადგან მისი საავტორო მენიუა და მას უკეთ შეუძლია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებებს, სანამ დავიწყებდი, მოლოდინი მქონდა ესეთი, რომ იცი რა არის, აი ეს მე 7 დღე რომ მოვაწმენდის, აი მაგ დღეს ვიგრძნობ რაღაც განსხვავებულს, ძალიან დიდი ქვები გამოვა და ამ 34 წლის ნაგროვებ ტოქსინებს გამოვუშვებ. ესეთი შეგრძნება მქონდა. მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან მჯეროდა ამ კურსის და საერთოდ ვფიქრობ, რომ შედეგი მარტო მაშინ გექნებათ, თუ დაიჯერებთ, თუ არ დაიჯერებთ, ჯობს არ გააკეთოთ, იმიტომ რომ შედეგი არ გექნებათ. ყველაფერში ესეა ზოგადად. და იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ მე ძალიან ჯეროდა ამ ყველაფრის და მანამდეც როგორც ვითხარი, სუბუქად ვიკვებებოდი. პირველი დღე ჩაიარა ამ კურსის პირველმა დღემ და მეორე დღეს გავიღვიძე და გავიღვიძე სხვა. აი სხვამ კი არა, უბრალოდ მე და მივხვდი, რომ ეს ის ელენეა, საერთოდ რის გამოც ამ კურსს ვიკეთებ, რომელსაც ვეძებდი და ვერ ვხვდებოდი, სად დაიკარგა, ანუ სად იყო ეს გოგო, რომელიც დილიდან იღვიძებდა და ენერგიული იყო და ეფექტური და ახალი იდეები ჰქონდა და აი მხიარული იყო. აი საერთოდ არ ვიცი, რამდენი წელი შეიძლება სკოლის ასაკიდანაც
ეს ჩემი ნამდვილი მე დაკარგული იყო ამ არ ვიცი ცხოვრებისეული სტრესებისგან თუ კვებისგან თუ რისგან, მაგრამ სადღაც იყო მიმალული და აი მეორე დღეს თვალები გავახილე და სხვა ადამიანი ვიყავი. ჯერ ერთ-ერთის ბევრად დასვენებულმა გავიღვიძე, ანუ უფრო ღრმად მეძინა, მშვიდად მეძინა, კარგად მეძინა და ჩემი შედეგები მეშვიდე დღეს არაფერი ცვლილება არ მიგრძვნია დიდად, ანუ როცა კვები გამოვიდა მეორე დღიდან რაც ვიგრძანი, იმას ვგრძნობ დღესაც კიდე უფრო ოღონდ თავდაჯერებულად და სტაბილურად, იმიტომ რომ ეს არ იყო ერთი დღის ეფექტი და გამყვა მთლიანად და აქამდეც მომყვება. რაც შეეხება, ეს არის უფრო ალბათ სულიერი მდგომარეობა და პლუს მენტალური. რაც შეეხება ფიზიკურს, ანუ გამიარა ბურუსმა, არანაირი ბურუსი არ მაქვს, არც 2-3 საათი მჭირდება გამოსაფხიზლებლად და არაფერი მსგავსი. ეხლა ვარ PMS-ის შუაში და 0 კრეივინგი, ჩემმა ქმარმა ჩემი თანდასწრებით ჭამა მაკდონალდსი, რაზეც ადრე ერთ ბურგერს მაინც გამოვართმევდი დიდი ხვეწნის მერე ალბათ, მაგრამ საერთოდ არ მინდოდა რა ვუყურებდი, არც ის სუნი მოდიოდა ჩემთან, არც ვიზუალურად მომწონდა, ჭამე რაღაც ჰუმუსი და მერე დავაყოლა ფინიკები, ანუ 0 კრეივინგი მაქვს და ის ჩემი მედიტაციებით მიღწეული შედეგი, რაც იყო წინა 2 თვეზე, აი ამ ყველაფერმა ძალიან გაამყარა და შეკრა, იმიტომ რომ მედიტაციებით, რასაც მივახციე ხანდახან, მაინც შემომეპარებოდა, რომ აბა რამე ხო არ ვჭამოთ და ეგრევე მედიტაციებით ვშველოდი მაგას, მაგრამ ეხლა ეგ ფიქრიც კი არ მოდის ჩემთან. დავიკელი 6 კილო 9 დღეში. ოღონდ ეს არ დამიკლია მე კუნთოვანი მასის ან ცხიმის ხარჯზეც, დავიკელი წყლის ხარჯზე, იმიტომ რომ ჩემი ორგანიზმი მიხვდა, რომ სანდო ხელშია, მას აღარ ემუქრება საფრთხე, აღარ ჭირდება ამ წყლის შეყავება, კორტიზოლის დონემ დაიწია და მომეხსნა ზოგადად შეშუპება და 9 დღეში 6 კილო როგორ უნდა დაიყვე, როცა არც კალორიულ დეფიციტში ხარ და ესე ვთქვათ, ჯანსაღად იკვებები და დიდად ფიზიკურად აქტიურიც არ ხარ, იხსნება იმით, რომ ეს შეკავება გქონდა წყლის და მოკლედ ეს წყალი წავიდა ჩემგან. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე არის რაღაც ნაწილი დარჩენილი, თუმცა ყოველდღე ვგრძნობ, რომ ვიჩუტები, ფეხის ზომე დამიპატარავდა 1-ით. ანუ რაც პანამაში გამოვედით 1 ზომით გამეზარდა ფეხი, იმიტომ რომ მოვიმატა და შევშუპდი და ეხლა აქ ნაყიდი ფეხსასმელი რაც მქონდა, ყველა მაქვს დიდი. რაც ძალიან მაგარია. წელის წელის არა, ანუ მუცლის ზონის გარშემოწერილობა დამიპატარავდა 11 სანტიმეტრით. ეს მე-9 დღეს გავიზომე, ეხლა აღარ გამიზომებს და მოკლედ როგორც მენტალური, ისე ფიზიკური, ისე სულიერი, ანუ სამივე მიმართულებით ძალიან ეფექტური იყო, ძალიან დიდი შედეგი მომცა. ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ ეს კურსი გაიაროთ ჯგუფთან ერთად, ვიცი რომ ნინა აკეთებს ინდივიდუალურადაც, თუმცა ჯგუფის შეგრძნება და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში ჩემნაირი ტიპის ადამიანისთვის, განსაკუთრებით, როცა არის ეს მთლიანად ქალების სივრცე, ჩემ შემთხვევაში ჯგუფში სულ ქალები იყვნენ, ვუზიარებდით ერთმანეთს რჩევებს, რეცეპტებს, ვინ რა ჭამა, ვის რა გამოწვევა ქონდა, ვის რა ცდუნება ქონდა. აი ძალიან სასიამოვნო გარემო იყო და პირველი რამდენიმე დღე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ნების ყოფა გაამყარა იმან, რომ პასუხისმგებლობა მქონდა ამ ადამიანების მიმართ აღებული, რომ ერთიანი მიზანი გვაქვს და ერთად უნდა გავიაროთ გზა და მივიდეთ ამ მიზნამდე. მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ წმენდას გავიკეთებ მინიმუმ წელიწადში 2 ჯერ, იმიტომ რომ ვცხოვრობ ქალაქის სტრესული ცხოვრებით. მე მინდა თუ არ მინდა, მაინც ვარ იმ ენერგეტიკის მონაწილე, რომელ ქალაქში ვცხოვრობ. ეხლა ვარ პანამა სიტიში, რომელსაც ეძახიან ლათინური ამერიკის დუბაის ან მაიამის სტილისტურად რო წარმოიდგინოთ, სულ მაღალი შენობები, ბევრი მანქანები, ხმაური, აი ესეთი სიტუაციაა და თან ჩემ ქმარს ვეხმარები თავის საქმეში, მოკლედ საკმაოდ
ქალაქში ვარ გაჭრილი. აქედან გამომდინარე, იმასაც ვუშვებ, რომ ის მდგომარეობა, რაც დღეს მაქვს და ის, რომ აღარ მაქვს კრეივინგი და აღარ მინდება რაღაცეების ჭამა, შეიძლება ერთ თვეში, ორ თვეში ესე არ იყოს და შეიძლება იქ პიცად ჭამა, შეიძლება სადღაც წავიდეთ, სადაც არ არის ისეთი საჭმელი, როგორიც მე მინდა რომ ჭამო და უნდა ჭამო ის რაც იქ არის. მოკლედ, სხვადასხვა სიტუაციები შეიძლება იყოს, რამაც დამაკარგინოს ის ცენტრი და შეგრძნება, სადაც ეხლა ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა სადაც ვარ, აი ამ სიმპტომებს მიხსნის და კარგად ვარ, ეს არის ჩემი წამალი და მიგნება, რომელიც როგორც კი ამ ცენტრიდან გადავალ და უფრო შევიჭრები ქალაქში და ავითხვიფები, ალბათ გადავალ სხვა მხარეს, მინდა რომ აი რაღაც 6 თვეში ერთხელ დავაწიო საკუთარ თავს ეს კურსი, რომ ისევ გავსწორდე, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, ვერ ვიცხოვრებთ რობოტებივით და ვერ გვექნება ძალიან მკაცრი წესები, იმიტომ რომ ყველა მკაცრ წესს საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, მე მოყვება დიდი დარღვევა, გამონაკლისები და ასე შემდეგ. კინაღამ დამოვიწყდა რომ მე თქვა 6 თვეა რაც ამ არხის გაკეთება მინდოდა და საერთოდ აი რა ვიცი რას არ ვიგონებდი ხან ფონი არ მომწონდა ხან მიკროფონი არ მომწონდა ხან ტელეფონით არ მინდა გადაღება თქო მოკლედ არ ვდგამდი იმ ნაბიჯს რომ გადამეღო ვიდეო არა და გაწერილი თქონდა შინაარსი რისი ლაპარაკი მინდა ასე შემდეგ და მოკლედ ამ ნაბიჯს არ ვდგამდი ამ კურსის დაწყებიდან მესამე დღეს ავდექი, აქ დავდგი სკამი და ჩავწერე პირველი ვიდეო, რომელიც თუ არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ. ანუ აი რაღაცნაირად არ ვიცი, უფრო თავდაჯერებული გავხდი. ეს ფიქრები მომეხსნა, რომ აბა რას იფიქრებენ ამ ვიდეოზე და აბა ის და აბა აი ყველაფრისგან გამთავისუფლდი, ჩავწერე და დავდარ. ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ნინამ აგვიხსნა ღვიძლი არის პასუხისმგებელი მსგავს გადაწყვეტილებებზე, რადგან ის არის ჩვენი ძირითადი, ესე ვთქვათ, ენერგიის წყარო და თუ ის არის დაბინძურებული, შესაბამისად დათრგუნული გაქვს ინიციატივის, ჯანსაღი რისკის და მსგავსი რაღაცეების, ესე ვთქვათ, შეგრძნებები და გადაწყვეტილების მიღების უნარი. აქედან გამომდინარე, ესეც არ არის დამთხოვო ფიქრობ, რომ ამ კურსის დროს დავიწყე YouTube არხი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჯგუფის ყველა წევრს, იმიტომ რომ მათი დახმარებით და მხარდაჭერით გავიარე ეს კურსი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ნინას იმისთვის, რომ იყო ჩვენი გიდი ამ პროცესში და ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევ ამ პროგრამას ყველასთვის, ვისაც ჯერა მსგავსი რაღაცეების დიდი მადლობა ეს ვიდეო რომ ნახეთ და ბედნიერ კვირას გისურვებთ.